მოგმართავთ ყველას, ვინც ამ ლაივს უყურებთ, ვინც ამ მოძრაობას უყურებთ. შაბათს პირველ საათზე 15 მარტს ჭიათურაში გაიმართება გრანდიოზული საპროტესტო აქცია. ყველას გთხოვთ მოხვიდეთ უკლებლივ ამ აქციაზე. ბევრი ვართ ჭიათურელები, 37,000 ვართ, როგორც ახან აღნიშნეს და მინიმუმ მართლაებითი 20,000 ადამიანი მაინც უნდა იყოს ამ აქციაზე. რო თქვათ, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დღის წესრიგი შევთავაზოთ ნებისმიერს. ჩვენ ჭიათურელებს გვეკუთვნის ჭიათურა. ჩვენ უნდა ვწყვიტავდეთ ამ ქალაქში რა და როგორ იქნება და არა ინვესტორი ან კერძო პიროვნებები. ჭიათურა ეკუთვნის ჭიათურელებს. ჭიათურ მანგანუმი ეკუთვნის ჭიათურას და საქართველოს. ისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ხდება ეგრე. წიაღისეული და სტრატეგიული ობიექტები არის სახელმწიფოს საკუთრება. ხალხის საკუთრება. ჭიათურამ დაიწყო ეს ბრძოლა. და შემოუერთდით სხვებით, თქვენ ქალაქებში, თქვენ საწარმოებში წიაღისეული მინერალები ეკუთვნის სახელმწიფოს. დაგვტოვეს საერთოდ ულუკმაპუროთ. არანაირი სამსახური, არანაირი სხვა პერსპექტივა ჩვენ არ აქვს ამ ქალაქში. სხვა არაფერი არ ვიცით, არც მეტი განათლება არ გვაგვაჩნია სამწუხაროდ ზოგ-ზოგიერთს და დავჭით ესე ამ გაურკვევლობაში. აღარც ხელფასი აღარ მოგვეცემა, რამდენიმე მეორე თვე არის არ გვაძლევენ. და რა ვიცი მეტი რა გითხრათ. რა გზა არის, რას ფიქრობთ, რა უნდა? გამოსავალია მთავრობის უშუალო ჩართულობა. არ ვაპირებთ გაჩერებას, იმიტომ რომ მოტყუებული ვართ. ესე გითხრეს, რომ იქნებოდა 60% ჩაირიცხებოდა, ამაშიც მოგვატყუეს. 1 მარტს უნდა განახლებულიყო მუშაობა, ამაშიც მოტყუებული დავრჩით. ძალა ერთობაშია, ჭიათურა არ გაჩერდება, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენ ვითხოვთ დროზე ჩაირიცხოს ის 60% და აუცილებლად აღდგეს მუშაობა. 1 ნოემბრიდან კომპანია გადავითა დროებით შეჩერების რეჟიმში. იმ დროისთვის იყო დროებით შეჩერება, თუმცა 3 დღის წინ გამოგვიცხადეს, რომ საერთოდ მიწისქვეთა სამუშაოები არ არის მათთვის მომგებიანი და ფაქტიურად 3,500 ადამიანზე მეტი დარჩა სამსახურისა და შემოსავლების გარეშე.